ვან-კავკასუსის ვორქშოპების ფარგლებში მარნეულის რაიონში გაიხსნა პროგრამა, სადაც რაიონის პედაგოგებს ჩაუტარდება ტრენინგები. პედაგოგებს მიეცათ შესაძლებლობა აითვისონ სიახლეები განათლების სისტემაში და გამოსცადონ თავიანთი თავები ვან-კავკასუსის ვორქშოპების ფარგლებში და შემდეგ წამოიწყონ საკუთარი არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია რაიონის ყველა პედაგოგს. 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მაისამდე პროექტის მონაწილეების მიერ არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება მარნეულის რაიონის სოფლებისა და ქალაქებისთვის საუკეთესო 8 პროგრამა დაფინანსდება არაფორმალური განათლების აკადემიის პროექტის მიერ. ღონისძიება 1-დან 6 აგვისტომდე გაგრძელდება. დღეს გავხსენით არაფორმალური პროექტი, რომელიც საქართველოში ემსახურება პედაგოგების გადამზადებას. ეს პროექტი ვან-კავკასუსის მსგავსად წელიწადში ერთხელ არ იქნება. გვინდა რამდენჯერმე გავაკეთოთ და ეს იქნება არამუსიკალური ფესტივალის მსგავსი პროექტი. დღევანდელი ტრენინგიდან მასწავლებლები გადამზადდებიან სკოლისთვის, ბევრ სიახლეს გაიგებენ. იმედია, ჩვენი ტრენინგები დადებითად წაადგება მარნეულის სკოლებს. პროექტი, რომელიც ორგანიზებულია პოლონელი პარტნიორების მიერ და ემსახურება იმას, რომ პედაგოგები გადაამზადონ, რათა მომდევნო სასწავლო წლის მანძილზე მათ გამოიყენონ შემდეგ ეს ახალი უნარჩვევები, შეძენილი ახალი უნარჩვევები საქმეში ბავშვებთან. თემა არის არაფორმალური განათლება. ყველაფერი შედის თითქმის, დღესდღეობით შეზღუდული არ არის. დღეს არის ტრენინგი არაფორმალური განათლების შესახებ. პოლონელი პარტნიორის მიერ არის ორგანიზებული და არაფორმალურ განათლებას ემსახურება. ჩვენ დაგვიბარეს რესურს ცენტრიდან ძალიან უფრო მეტი მოლოდინები ჰქონდა ტრენინგიდან, იმედი მაქვს გამართლებს. დღეს პირველი დღეა, უფრო გაცნობითი ხასიათისაა. 6 დღიანია. 10 აგვისტოს გვაქვს წერაქვში შეხვედრა არაფორმალურ გარემოში. იმედი მაქვს ძალიან კარგი იქნება, პროდუქტიული და გამოვიყენებ შემდგომში სასკოლოდ. მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით მარნეულში მცხოვრები მზრუნველობა მოკლებული რამდენიმე ოჯახის დასახმარებლად ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სიმბოლურად ეზოც მოხატეს. საქველმოქმედო ღონისძიებას სასწავლო წლის ბოლო აქტივობაა. სკოლა მაისის თვეში მსგავსი ტიპის ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით უკვე გამართა. 2016-17 სასწავლო წელს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი განახლებული შენობით ხვდება. ხელმძღვანელობის თქმით, ისინი სამომავლოდაც აპირებენ მსგავს ღონისძიებებს. დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ლიცეუმი ძალიან საინტერესო ღონისძიებას მასპინძლობს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც მომიწია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. დღეს ბავშვები ერთობლივად შეაგროვებენ სურსათსანო ვაგეს და ეს სურსათსანო ვაგე გადაეცემათ მარნეულში ყველაზე მეტად იმ ოჯახებს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ამას. ჩვენ ვემზადებით მომავალი წლისთვის, ახალი სასწავლო წლისთვის და ვემზადებით თან ვაკეთებთ კეთილ საქმეს. ყველამ სურვილი გამოთქვა, რომ ბავშვებისათვის გაეხალისებინათ ფულის ერთი დღე. ყველამ ვერ მოახერხა გასაგები მიზეზების ყველა ბავშვი ვერ ახერხებს ხოლმე ქალაქიდან გასვლას და ამიტომ ვიბარეთ ბავშვები, რომ მოგვეწყო პიკნიკი თეთროს რაიონში. ამ პიკნიკს მხოლოდ გართობის სახე რომ არ ქონოდა, იმისათვის გამგეობიდან მოვითხოვეთ უпроსწორედ 3 გაჭირვებული ოჯახის სია, ვიყიდეთ სურსათსანო ბავშვებმა მოიტანეს სხვადასხვა ნივთები სახლიდან და დაეხმარებიან ამ გაჭირვებულ ბავშვებს. ამ ყველა ბავშვები სწავლობენ, როგორ უნდა გააკეთონ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე და დაეხმარონ ერთმანეთს. მე ჩემს სკოლაში მოვედი მეგობრებთან, რომ ჩემს თანატოლ ბავშვებს ვარ და შემდეგ გზაზე წავედეთ. ჩვენ სხვადასხვა პროდუქტები ვუყიდეთ. ულტრათანამედროვე აპარატურა, ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, მძლავრი ლაბორატორია. მომხმარებელს ამ ყველაფრით სარგებლობა N-Medits-ში შეუძლია. 1965 წელს აკადემიკოს ვაჟა ივერიელის თაოსნობით დაფუძნებულმა კლინიკამ საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. დღემდე ენდოკრინოლოგიური პრობლემების დასაძლევად აქ მომსახურების სრულ სპექტრს გვთავაზობენ. ამბულატორიული დახმარება, თერაპიული დახმარება, დიაგნოსტიკა ფარისებრჟიკლის პათოლოგიისა და მკურნალობა. გარდა ამისა, აქვე ჩვენ გვაქვს გამოკვლევებში დიაგნოსტიკისთვის ის გორმონალური გამოკვლევა, რომელიც აუცილებელია გორმონული სტატუსის დადგენა
ულტრაბგერითი გამოკვლევა ეხოსკოპიას რომ ეძახი ახალში რომ დავადგინოს სტრუქტურა, კვანძი, ზომა, აგებულება ფარისებრი ჯუკლის თუ არის კვანძი ბიოპსიის ჩატარება, ციტოლოგიის ჩატარება და გარდა ამისა აუცილებლად თუ საჭირო ხდება ოპერაციული კურდალობა. კლინიკა არა მხოლოდ ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს, არამედ მისით გამოწვეულ სხვა დაავადებებსაც წარმატებით ებრძვის. ძლიერია ოფთალმოლოგიის სამსახურიც. აქ ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად თვალის უნაკერო ლაზერულ ოპერაციებს გვთავაზობენ. პოლიპროფილური მიმართულების განვითარება გამოიწვია კლინიკაში ენდოკრინოლოგიური დაავადებების სხვა გართულების საკმაოდ მრავალმა სპექტრმა, როგორიც არის თქვა თვალის გართულებები, თქვა დიაბეტის მხრივ საკმაოდ კანონზომიერია და საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი თვალზე გართულებები და ოფთალმოლოგიაში ჩვენ გვესაჭიროებოდა ამ პაციენტების სრული მომსახურება. ამ სრული მომსახურებისთვის ჩვენ შევიძინეთ საკმაოდ თანამედროვე აპარატურა თვალის ქირურგიისთვის, სხვა ტექნოლოგიური საშუალებები თვალის სწორი დიაგნოსტირებისთვის და გვაქვს საკმაოდ ახალი თანამედროვე აპარატურა თვალის დიაგნოსტირებისა და მისი სრულყოფილი მკურნალობისთვის ქირურგიის განყოფილებით დამთავრებული. სამომავლოდ კლინიკას საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს. ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციებს გეგმავენ. შესაბამისი გადამზადება ენმედიცის ექიმებმა საერთაშორისო კლინიკებში უკვე გაიარეს. ჩამოვაყალიბეთ საქართველოში ღვიძლის დაავადებათა პრევენციის ცენტრი, სადაც მოხდება ღვიძლზე საკმაოდ სერიოზული ოპერაციები, რომელიც უკვე მიმდინარეობს ეს ოპერაციები და სამომავლოდ გეგმავთ აგრეთვე ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციებს, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი, ჩვენი თანამშრომლები დაახლოებით 10-12 კაცის შემადგენლობით გადამზადდა ლონდონში ამ King College ჰოსპიტალში და გაიარეს მათ საკმაოდ სათანადო კვალიფიკაციები, ტრენინგები. ენმედით საქართველოს რეგიონებშიც იცნობენ. ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი სხვადასხვა სოფელს მოძრავი ლაბორატორიით სტუმრობს. ანალიზები და დიაგნოსტიკა უფასოა. საქველმოქმედო აქციას პერმანენტული ხასიათი აქვს და იგი მომავალშიც გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ზებნის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნაგანის სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ბრაუნინგის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ყუმბარის ერთი ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 518 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნაწილებად დაშლილი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, 2 რევოლვერი, 4 პისტოლეტი და 6 საბრძოლო შაშხანა, რომლებზეც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოვიღეთ არარეგისტრირებული 1 რევოლვერი და 2 პისტოლეტი, ყუმბარის 1 ამფეთქი ფალია, სხვადასხვა ტიპის იარაღისათვის განკუთვნილი 518 საბრძოლო ვაზნა, ასევე ნაწილებად დაშლილი 12 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.